皆さんこんにちは、アナノです。今日はですね、飛び出しは完全に通ってます。日本にはどうですか？今日はね、センターの友達がみんな忙しかったから、今日は一人です。でもインタビュー頑張ります。じゃあ早速人を探しましょう。あ、この子かわいい。こんにちは、გამარჯობა. ინტერვიუ შეიძლება? დიახ. სახელი და წლოვანება რომ მითხრათ. 私はリジです。18歳です。日本語? იცით იაპონური? კი, ცოტა ხანი დავდიოდი და ჰირაგანა, კატაკანა და კანჯის დასწრებში ვიცი. სიტყვა იაპონიას რომ გეუბნებით, პირველი რა გახსენდებათ? მდიდარი კულტურა, ლამაზი ისტორია და ქვეყანასაც ძალიან მინდა წასვლა. რა გინდა რომ ქართველებმა იაპონელებისგან ისწავლონ? ტრანსპორტში რომ ამოდიან და ხმამაღლა ლაპარაკობენ, ვიცი რომ იაპონიაში ეს კატეგორიულად არ შეიძლება. იაპონელები ფიქრობენ რომ აქ ცხოვრება ძალიან იაფია. რას ეტყოდით? შეიძლება ტურისტებისთვის მე ვისაც ველაპარაკე ეგრე ჩანს რომ იაფია, მაგრამ აქაური მაცხოვრებლებისთვის შემოსავლის შესაბამისად დაბალია და ფასები დღე-დღე იზრდება და ჩვენთვის არ არის იაფი, მაგრამ ტურისტები ამბობენ რომ იაფია. ამ ვიდეოს ბევრი იაპონელი ნახავს, რას ეტყოდით? საქართველოში იმედია ჩამოხვალთ, მოგეწონებათ და იმედია ევროპულ საქართველოში ჩამოხვალთ და იმედია ერთდღეს მეც წამოვალ იაპონიაში. მადლობა დიდი. არიგატო, მატანე. こちらこそ。なんか楽しい。次の人を探します。なんかこの子の服をちょっとウソップみたい。გამარჯობა. ინტერვიუ შეიძლება? კარგით. სიტყვა იაპონიას რომ ამბობ, პირველი რა გახსენდებათ? პირველი მახსენდება კულტურა, რომელიც საოცარი აქვს და ერთი სული მაქვს, გეგმა რომ იაპონიაში ჩავიდე ახლო მომავალში და კიდევ მახსენდება საკურა. იმიტომ რომ მცენარების მიმართ ძალიან ისეთი ახლო დამოკიდებულება მაქვს და საკურა ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ხე არის. 確かに桜は綺麗ですね。საყვარელი ანიმე თუ გაქვთ? საყვარელი ანიმე მაქვს, კი, ნანა თუ იცით, ნანა არის ორ გოგოზე, გამარჯობა. ნანა არის ორ გოგოზე, რომელიც ერთმანეთს აღმოაჩენენ ძალიან უეცრად და გადავლენ საცხოვრებლად ერთად და იმიტომ მიყვარს რომ ძალიან relatable არის ჩემთვის, ასე ვთქვათ. იაპონიაში ჩახვიდოდით თუ არა და პირველი რას მოინახულებდით? იაპონიაში ჩავედოდი აუცილებლად და პირველად მოვინახულებდი ტოტორის. ტოტორი გე? მეზრაში, ნანდე? რატომ ტოტორი? ტოტორი, იმიტომ რომ ერთხელ ნახე სტატია, სადაც ამაზე იყო საუბარი და ანუ ძალიან გასაკვირი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ როგორია რომ ერთ ქვეყანაში იყოს თან ოკეანე და თან უდაბნო და ეს არის საოცარი ჩემი აზრით, იმიტომ რომ აი საქართველოსთანაც მსგავსი ის არის კლიმატი არის და თან მით უმეტეს იაპონიაში რომ ჩავიდოდი, თითქოს ანუ სახლშიც ვიგრძნობდი თან ამავე დროს თავს, იმიტომ რომ ორივე ადგილი ისეთი იშვიათი არის, ასე ვთქვათ, იშვიათი ადგილებით არის დახუნძურული და ამიტომ აუცილებლად პირველი იქნებოდა ტოტორი. იაპონელს რომელ ადგილს ურჩევდით საქართველოში? აუცილებლად ვურჩევდი სიღნაღს. იმიტომ რომ სიღნაღი და იქით ამხარე არის ზოგადად ღვინოზე, ანუ სიღნაღი არის ჩათვალეთ ჩვენი საფრანგეთი. სიღნაღი არის პარიზი, კახეთი არის საფრანგეთი, იქ ღვინო გვაქვს, შეგიძლიათ ისწავლოთ ღვინის გაკეთების კულტურა, საიდან მოდის ეს ყველაფერი და სასწაული მხარე არის პირველად გასაცნობად საქართველოში. ჩამოდით აუცილებლად. საქართველოში ცხოვრება იაპონელებს იაფი გონიათ. რას ეტყოდით? ვერ ვიტყოდი რომ საქართველოში ცხოვრება იაფი არის, იმიტომ რომ გამომდინარე ხელფასებიდან, რაც დღეს არის და აი თუნდაც საჯარო სამსახურში რასაც უხდიან, ხო? ან თუნდაც მასწავლებლები, ჯარისკაცები და ექიმები, მათ ბევრად უფრო ნაკლებს უხდიან, ვიდრე მაგალითად ევროპულ ქვეყნებში. ამის გამო საქართველოს უფრო გვიჭირს აქ ცხოვრება, მაგრამ ჩამოსულებს ტურისტებს უფრო ეადვილებათ და მესმის რატომაც ფიქრობენ ასე, მაგრამ ჩვენთვის ბევრად უფრო რთულია. რაღაც რომ დაგინახეთ, უსოპის ტანსაცმელი რომ გეცოთ, რაღაც ინსპირაცია ხომ არ გადმოიღეთ? კი, სხვათა შორის One Piece ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ანიმე არის და ვცდილობ რა რაღაც ყოველდღიურობაში იმ ფილმებს და სერიალებს რაც უყურებ ხოლმე ჩავრთო და ერთ-ერთი ინსპირაცია იყო ეს პერსონაჟი. მთლიანად გაქვთ დამთავრებული? ჯერჯერობით ვერ. იმიტომ რომ ძალიან გრძელი არის ვიცით და 1000 მე რაღაც სერიალზე ვარ, მაგრამ აი ძალიან საინტერესოა.私もまだです. იაპონელს რომელ ქართულ კერძს ურჩევდით?
დიდი ალბათობით ჩახოხბილს. იმიტომ რომ ჩემი ყველაზე საყვარელი კერძი არის და ასე თქვა ძალიან მუკავშირდება მაგ კერძს. ზოგადად კი ამბობენ რომ კაცების კერძი არისო და რაღაცა და მაგაზე მიღებდნენ ხოლმე, მაგრამ არა უშავს. კიდევ ვურჩევდი ელარჯს, იმიტომ რომ მე ვაკეთებ ელარჯს ძალიან კარგად. მეგრელი ვარ. კი. მეგრელი ვარ და წამოვიყვანდი ჩემთვის ხსტი გავუკეთებდი. ელარჯივა მუსიკაში როგორ ახერხებ გაკეთებას? Well, ერთი პერიოდი დედაჩემი აკეთებდა ხოლმე ელარჯს და რომ ვისწავლე მეც დედაჩემმა მასწავლა და რომ ვისწავლე შემდეგ სულ მე ვაკეთებ ხოლმე ამის შემდეგ ბოლოს გააკეთე და მაგის მერე სულ მე ვაკეთებ. Yaba, unakasita. ძალიან დიდი მადლობა და ნახვამდის. მადლობა თქვენ. ნახვამდის. ნახვამდის. ციგი დარეკანა. გამარჯობა. ინტერვიუ შეიძლება? შეიძლება. სიტყვა იაპონიას რომ გეუბნებით, პირველი რა გახსენებათ? საჭმელი, გემრიელი საჭმელი. რამენი ან ტემპურა. რამენი ძალიან გემრიელია. დასკანი. და საყვარელი მწერალი, პერსონაჟი ხომ არ გყავთ? წერალი მანგა შეიძლება? კი. კენტარო მიურა. ანიმეებს თუ უყურებთ და რომელია საყვარელი? უყურებდი. საყვარელი არის ალბათ Fire Force. იაპონიაში თუ წახვიდოდით და რომელ ადგილს მოინახულებდით? ადგილს არ ვიცი, მაგრამ Cat Cafe-ში შევიდოდი და კატებს ვნახავდი. კავაი, ვატასი მოიქიტაი. იაპონელებს რომელ ადგილს ურჩევდით? თებში დავუშვებდი ალბათ, სვანეთში ან რაჭაში. ლამაზია. რას ფიქრობ რა უნდა ისწავლონ ქართველებმა იაპონელებისგან? მოწესრიგებულობა ალბათ ყველაზე დიდი ეს იქნებოდა. მადლობა დიდი და ნახვამდის. მადლობა თქვენ და次の人を探します。გამარჯობა. გამარჯობა. სიტყვა იაპონიას რო ვამბობ, პირველი რა გახსენებათ? უმეტესად, რავი, კულტურა უფრო გამახსენდებოდა. სამურაებიდან დაწყებული, რავი, თავდადება ბატონი იაპონელების თავის საქმისადმი უფრო თავდადება. რომელ ქართულ კერძს ურჩევდით იაპონელს? აჭარულ ხაჭაპურს ურჩევდი. იაპონიაში წასვლის საშუალება რომ მოგეცეს, პირველი რას მოინახულებდით? რავი, უფრო ხალხს დაველაპარაკებდი და პატარა მაღაზიები ვიცი რომ მათ ბევრია და მაგის რავი, კულტურის შესწავლა, ჩემი აზრით, უფრო როგორც ღირსშესანიშნაობის მაგივრად, უფრო იმით გავიგებდი ხალხთან კონტაქტით. იაპონელებისგან რა გინდა რომ ქართველებმა ისწავლონ? იგივე საქმისადმი როგორ ეკიდებიან, ჩემი აზრით ძალიან კაი იქნება თავდადება და იაპონელების ჩამოდიან საქართველოში, ფიქრობენ რომ აქ ცხოვრება იაფი არის. რას ეტყოდით? თვითონ ტურისტებისთვის რა თქმა უნდა უფრო იაფი მოეჩვენება, მაგრამ საქართველოში არსებული დაბალი ხელფასების გამო თვითონ ქირაც გასაგებია რომ უფრო ძვირი იქნება. რომელი ადგილის მონახულებას ურჩევდით იაპონელს? უფრო პატარა სოფლებს ურჩევდი საქართველოში, რეგიონები უფრო. რომ ჩვენი კულტურა უფრო მანდ არის ღიადნანა დაჩვენებული. ამ ვიდეოს ნახავს ბევრი იაპონელი და რას ეტყოდით პირველს? რავი, კულტურა რო შეისწავლონ ჩვენი საქართველოში გვესტუმრონ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ძალიან თბილად დახვდებიან ჩემი აზრით. ზოგადად ასკანი და საყვარელი ანიმე თუ გაქვთ? One Piece იქნება ან Vinland Saga-ც მიყვარს. Vinland Saga არ მაქვს ნანახი, რამე ეს როგორი ანიმე არის? უბრალოდ იდეოლოგია არის, კარგი. I have no enemies და რავი. ბრძოლებიც ძალიან კაია. დიდი მადლობა და ნახვამდის. თქვენც ასევე. じゃあ早速次の人を探します。この子。გამარჯობა. გამარჯობა. ინტერვიუ ხომ არ შეიძლება? დე. სიტყვა იაპონიას რომ გეუბნებით, რა გახსენებათ პირველი? ანიმე, ლამაზი ნაგებობები და ჩხუბი, აი ბრძოლა რო არის. ხმლებია. საყვარელი ანიმე ხომ არ გაქვთ? Demon Slayer. Demon Slayer,かっこいい. საყვარელი მწერალი, პერსონაჟი, მომღერალი ხომ არ გყავთ? ერთი წიგნი მაჩუქეს, მიეკო კავაკამის და 64 აი ძალიან კაი წიგნია და მგონი ეგ იქნება ჩემი საყვარელი მწერალი. რომელ კერძს ურჩევდით საქართველოში იაპონელს? ხინკალი მოეწონებოდეთ, იმიტომ რომ დამფლინგები აქვთ მსგავსი.
მაგრამ ახალი რო გაესინჯათ, აი, კაი იქნებოდა ლობიანი მიყარს მე ძალიან და შეიძლება ეგ მოეწონათ. ამშიუდა. მადლობა დიდი. 実は皆さんのコメント全部読んでます。たくさんコメント書いてくださいね。楽しみにしています。そしてチャンネル登録、あといいねボタンを忘れないでね。ありがとうございます。またね。今日はですね、アナノです。今日一人です。チャンネル登録、飛び石は安全に通ってます。チャンネル、I'm sorry!